საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო, მათ შორის მედიაციის, ასე ვთქვათ, ინსტიტუტის განვითარება, რაღაც ხარისხის გაზრდა, იგივე არბიტრაჟის განვითარება და ხარისხის გაზრდა მნიშვნელოვანია თუ არა ქვეყნისთვის, რომლისთვისაც პირდაპირ უცხო ინვესტიციები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ანუ ამ ნაწილში რაღაცნაირად ეხმარება თუ არა ქვეყანას, რომ ინვესტორებმაც ალბათ უყურებენ და რატომ უყურებენ ამ სამართლებრივ ასე ვთქვათ ბერკეტებს იარაღებს რა შეიძლება იყოს ქვეყანაში, ანუ მაგ ნაწილშიც ხო არ იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი კომპონენტი, როდესაც ინვესტორები ინტერესდებიან კონკრეტულ ქვეყანაში საინვესტიციო პროექტებით შესვლით, ეს არის სასამართლო პროცესის მიმართ არსებული ან საზოგადოებრივი ნდობა, განჭვრეტადობა, რამდენად შესაძლებელია განჭვრეტადი იყოს სასამართლო დავა, იმიტომ რომ ეს ერთი მთავარი კომპონენტია და ასევე ვადები და შედეგიანობა. ამის გათვალისწინებით თუ იქნება ქვეყანა, რომელსაც კარგადაა განვითარებული დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, რაც პირდაპირ მასშია დროსთან. იმიტომ რომ ბიზნესისთვის ფინანსური რესურსი ერთი მოცემულობაა, თუმცა არანაკლებად მნიშვნელოვანია დროითი რესურსი. და დროითი რესურსის სწორად გათვლის შესაძლებლობა აქვს ინვესტორს, როცა შედეგის გათვლის შესაძლებლობა აქვს, როცა პროცესების მართვის მოკლე ვადის მიღების შესაძლებლობა აქვს, რა თქმა უნდა, ეს გაცილებით აამაღლებს ქვეყნის სადმე ინტერესს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ხა ინვესტორს მინიმალური დავა რო შეექმნას, თუნდაც ერთ-ერთ პარტნიორთან, ის წლების განმავლობაში უნდა ელოდეს შედეგს. სამ შედეგს ელოდება, ეს ხო შედეგი არ არის მხოლოდ, ეს არის განჭვრეტადობის პრობლემა. ანუ ბიზნესის საკუთარი ბიზნესის სტრატეგია რო განსაზღვროს, მას უნდა ქონდეს სრული აღქმა, რა რესურსებს ფლობს, რა შეზღუდვები შეიძლება ქონდეს, რა რესურსებთან წვდომა შეიძლება დაკარგოს სასამართლოს დავიდან გამომდინარე და თუ მას წლები უწევს ფაქტორებრივად გარდამავალ პერიოდში ყოფნა, ან როდესაც ჯერ კიდევ არ იცის რა საბოლოო შედეგამდე შეიძლება მივიდეს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ განჭვრეტადობა პრობლემატური საკითხია ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როცა კონკრეტული ბიზნესის შემოსვლასთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკებები ინვესტორთან.